გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუავა. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ალერგოლოგი იმუნოლოგი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის ალერგოლოგია იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქალბატონი ქეთევან ომიაძე. მოგესალმებით, ქალბატონი ქეთევან. დიდი მადლობა მობრძანებისთვის კიდევ ერთხელ. მადლობა მოწვევისთვის. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ახალი წელი და ალერგიები. როგორც ვიცით, უკვე თითქმის ყველამ დაიწყეთ ახალი წლისთვის მზადება და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის საფრთხეები, რაც მოყვება ამ დღესასწაულს ალერგიული ადამიანებისთვის და მოდით ქალბატონო ქეთევან ზოგადად დავიწყოთ საუბარი იმით, თუ რა არის ალერგია. ალერგია არის ჩვენი იმუნური სისტემის ზემგრძნობელობა გარემოში მოცირკული იმ ნაწილაკების მიმართ, რომლებიც ჩვეულებრივ საზიანო არ არის. ეს ნაწილაკები გახლავთ ოთახის მტვრის ტკიპაობი, სოკოსპორები, სხვადასხვა ცხოველის ეპითელიუმი, მცენარის მტვერი, საკვები, მედიკამენტები და დაავადებები, რომელთაც გამოწვევა შეუძლია თქვათ აი ამ ალერგენებს, ჩამოთვლილ ალერგენებს გახლავთ ასთმა, ალერგიული რინიტი, ურტიკარია, ანაფილაქსია, ყველაზე მძიმე სისტემური ალერგიული რეაქცია. ახალი წლის პერიოდში აქტუალურია, რა თქმა უნდა, ეს საკითხი, სხვადასხვა ტიპის ალერგიები და მათი გამწვავებები შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე. აი ახალი წლის მთავარი სიმბოლო ნაძვისხე და მისი ასე ვთქვათ დეკორაციები თუ შეიძლება გახდეს ალერგიის განვითარების მიზეზი? შეიძლება, მოგეხსენებათ, ნაძვისხე და დეკორაციები მთელი წლის განმავლობაში შენახული გვაქვს, სადაც გროვდება მათზე უბრალოდ მტვერი, რომელშიც დიდი რაოდენობით იყრის თავს ოთახის მტვრის ტკიპები. ოთახის მტვრის ტკიპები გახლავთ ერთ-ერთი ძირითადი ალერგენი, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ასთმა და ალერგიული რინიტი. და ამ დაავადებების არსებობის შემთხვევაში მათთან კონტაქტისას განვითარდეს გამწვავება აღნიშნული დაავადებების. ამიტომ ალერგიული პაციენტებისთვის სასურველია, რომ მოერიდონ თვითონ ნაძვისხის მორთვას, მასთან ახლო კონტაქტს და თუ მაინც და მაინც მათ უნდა მორთონ, არის ასეთი რეკომენდაციები მაქსიმალურად დაცული რომ იყვნენ, პირბადე გაიკეთონ, ხელთათმანი გამოიყენონ და მაქსიმალურად შეიზღუდება კონტაქტი ოთახის მტვრის ტკიპასთან. ასევე, როდესაც უკვე ავალაგებთ ნაძვისხეს, დავშლით ახალი წლის დღეები რომ ჩაივლის, სასურველია რომ შევინახოთ ეს ნაძვისხე და სათამაშოები, დეკორაციები დახურულ ყუთში, ისე რომ მაქსიმალურად იყოს მტვრისგან დაცული. შემდეგ, როდესაც კიდევ დაგვრჩერდება, სასურველია სველი წესით დავამუშავოთ, გავასუფთავოთ და უკვე ისე მიუშვათ ალერგიული პაციენტი მასთან მოსართავად. ასევე იშვიათად ვიყენებთ, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ცოცხალი ნაძვისხის მორთვის დროსაც არსებობს გარკვეული რისკები. აქ არ იგულისხმება თვითონ ნაძვის მიმართ ალერგია, გულისხმობთ იმას, რომ ცოცხალ ნაძვზე დიდი რაოდენობით გროვდება ობისცოკოსპორები და მათი შესუნთქვის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს არსებული ალერგიული დაავადება. როგორც ვიცით, ქალბატონი ქეთევან, ბევრ ადამიანს მცენარეებზე აქვს ალერგია და ამ ახალი წლის პერიოდში, ასე ვთქვათ, დეკორაციის სახით ვიყენებთ შობის ყვავილს. თუ შეიძლება, თუ არის შესაძლებელი, რომ შობის ყვავილმა გამოიწვიოს ალერგია? შობის ყვავილი, იგივე პოინსეტია, კი, შესაძლებელია განვითარდეს მის მიმართ ალერგია, სხვადასხვა ფორმით გამოვლინდეს, ვთქვათ, შეხებისას გაღიზიანდეს კანი, გაჩნდეს გამონაყარი, ქავილი, ასევე რესპირაციული სიმპტომები შეიძლება გასურდო, ცხვირის გაჭედვა, ცემინება, ხველა, არსებული დაავადებების გამწვავებაც შეიძლება გამოვლინდეს და რატომ? ალერგოლოგიაში არის ასეთი ტერმინი ჯვარედინი ალერგიული რეაქციები,
როდესაც სხვადასხვა ნივთიერებას, მაგალითად ზოგიერთ მცენარეს და ზოგიერთ ხილს, საკვებ პროდუქტს, ხილი იქნება ბოსტნეული, თხილეული თუ სხვა, შეიძლება ჰქონდეს ერთმანეთის მსგავსი ალერგენი, ის მოლეკულები, რომლებიც ამ რეაქციას იწვევს. შობის ყვავილის შემთხვევაში ასეთი ჯვარედინი რეაქცია გვაქვს ლატექსთან. აი ლატექსი არის რეზინის ხელთათმანებში მაგალითად ნივთიერება. თუ ადამიანს აქვს ლატექსის მიმართ ალერგია, დაახლოებით 40%-ში აქვს რისკი, რომ განუვითარდეს ალერგია შობის ყვავილის მიმართ. ამიტომ ესეც გასათვალისწინებელი არის იმ ადამიანებში, ვისაც ლატექსის მიმართ აქვს ალერგია. დიახ. ასევე ხშირად ვიყენებ დეკორაციებისთვის, ასე ვთქვათ, ხელოვნურ თოვლს, ან ვთქვათ, მაშხალებს, ასევე სხვადასხვა ხელოვნურ კვამლებს და აი ამ მათგან რომელიმე თუ შეიძლება მაგალითად გამოიწვიოს ალერგია. ჩვენ ჩამოვთვალეთ ის ალერგენები, რომლებიც დაავადებას იწვევს, ალერგიულ დაავადებას, მაგრამ არსებობს ასევე გამაღიზიანებელი ფაქტორები, როგორიც არის აი თქვენს მიერ ჩამოთვლილი ქიმიური საშუალებების შესუნთქვამ შეიძლება გააღიზიანოს არსებული, გაამწვავოს არსებული დაავადება, ასევე სხვადასხვა ტიპის კვამლმა, გამონაბოლქმა, ბუხრის იქნება ეს თუ მაშხალის. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ადამიანებს, რომელთაც აქვთ რესპირაციული დაავადებები, მათ შორის ალერგიული დაავადებები, მაგალითად ასთმა, შეიძლება გაუმწვავდეთ ეს მდგომარეობა, ამიტომ კონტაქტი აი ასეთ გამაღიზიანებლებთან არ არის რეკომენდებული. ეს მაქსიმალურად უნდა გავითვალისწინოთ, ზოგადად, როდესაც ქრონიკული დაავადებით გვყავს ან მეგობარი, ან ოჯახის წევრი, ის ყოველთვის საჭიროებს გარშემომყოფების თანადგომას და ჩვენ ყველამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ფაქტორები და რაღაცნაირად მოვარიდოთ. დიახ. ასევე ქალბატონო ქეთი ახალ როცა ვსაუბრობთ ახალ წელზე, ასე ვთქვათ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კვების საკითხს და ამ შემთხვევაში რამდენად ხშირია ჩვენ შემთხვევაში, ქართველების შემთხვევაში, რამდენად ხშირია ამ პერიოდში კვებითი ალერგია? ჩვენი საახალწლო სამზარეულო, განსაკუთრებით საახალწლო სამზარეულო დატვირთული არის თხილეულით, ნიგოზი ჩვენ შემთხვევაში, ესე დიდწილად გამოიყენება კერძებში და ნიგოზი ზოგადად თხილეული წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ძლიერი ალერგენული თვისებების მქონე კვებით ალერგენს, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა ტიპის ალერგიული რეაქციების გამოწვევა, მათ შორის ურტიკარის, ატოპიური დერმატიტის გამწვავება შეუძლიათ, იგივე სასუნთქის სისტემის ალერგიების გამწვავებაშიც გარკვეული როლი შეიძლება ითამაშონ და რაც მთავარია, მათ შეუძლიათ სწრაფი ტიპის სისტემური ალერგიული რეაქციის ანაფილაქსიის გამოწვევა. ამიტომ ყოველთვის გასათვალისწინებელი არის პაციენტის ალერგიული სტატუსი, როდესაც სტუმრად ვეპატიჟებით, ან როდესაც მივდივართ სტუმრად, ყოველთვის ეს უნდა იქნას გათვალისწინებული, მაქსიმალურად უნდა იქნას შეზღუდული ალერგენების გამოყენება კერძებში და იცით როგორ არის, ზოგადად ეს ყოველთვის, აი სადაც უნდა მიდიოდეს ადამიანი, ალერგიული ადამიანი, ის აუცილებლად უნდა ფლობდეს ინფორმაციას თავისი დაავადების შესახებ და გარშემომყოფებით, რა თქმა უნდა, საქმეს კურსი, განსაკუთრებით ბავშვების შემთხვევაში არის ეს მნიშვნელოვანი, ბევრია ამ პერიოდში ზეიმები, ბაღებში, სკოლებში, რასაც შეიძლება ახლდეს, ვთქვათ, აი ეს ქართული სამზარეულოს ელემენტები, ამიტომ ყველგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შემთხვევაში, რომ ეს იქნას გათვალისწინებული. ასევე სადღესასწაულო პერიოდები ხშირად მოიცავს ჩვენი ცხოვრების ჩვეული რიტმიდან ამოვარდნას, ასევე გადაღლას და აი ეს ყველაფერი რამდენად ახდენს გავლენას ადამიანების ჯანმრთელობაზე და საბოლოოდ რა რჩევებს მისცემდით ჩვენს მსმენელს? ზოგადად სტრესი ყველა არსებულ დაავადებას ამწვავებს და ამ შემთხვევაშიც ასეა, როდესაც
რეჟიმი ირღვევა, ცხოვრების წესი იცვლება, თუნდაც მცირე ხნით, ეს გარკვეულწილად სტრესი არის იმუნური სისტემისთვის. ალერგიული დაავადება ეს იმუნური სისტემის პრობლემას წარმოადგენს და როდესაც რაღაც სტრესული ფაქტორი ზემოქმედებს მასზე, ამან შეიძლება ყველა არსებული დაავადების და მათ შორის ალერგიული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. ზოგადად რეკომენდაცია იქნება ის, რომ თუ ადამიანს აქვს ალერგიისთვის დამახასიათებელი რაიმე გამოვლინება, აუცილებელია, რომ დროულად და სწორად დიაგნოსტირდეს, დროულად მიმართოს ექიმს და სწორად დიაგნოსტირდება თავისთავად, დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა, პაციენტმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლოს ექიმთან, იმიტომ რომ მხოლოდ ექიმი ან მხოლოდ პაციენტი ვერ მოუვლის თავის პრობლემას და ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად სხვადასხვა რეკომენდაციების მკურნალობის ტაქტიკის გათვალისწინებით ალერგიული დაავადებების მართვა შესაძლებელია. ეს რეკომენდაციები ახალ წელს რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი არის, რადგან თავიდან იქნას აცილებული არსებული ალერგიული დაავადებების გართულება და სასიამოვნოდ გაატაროს ადამიანმა საახალწლო პერიოდი. დიდი მადლობა ქალბატონო ქეთევან, თქვენ კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის და მართლაც მადლობა. მნიშვნელოვან თემებზე საუბრისთვის. მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია, შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.